გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი მარტივი და გემრიელი დესერტის რეცეპტი, თანაც ღუმელის გარეშე. ამ სიცხეში დამეთანხმებით ეს განსაკუთრებით აქტუალურია. ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, რადგან ორი რეცეპტი მაქვს თქვენთვის. ერთ-ერთი არის სამარხო. 10 წუთი და უკვე შეგიძლიათ ისიამოვნოთ დესერტით. მაგალითად, ცივი ყავით, რომელიც წეღან გაგიზიარეთ, ნახეთ ბმული აღწერილობაში ან ეკრანის მარჯვენა ზემოთა კუთხეში. მოდით დავიწყოთ პირველი რეცეპტით. შოკოლადის კექსი ჭიქაში. ჩვენ დაგჭირდება 1 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი რძე, ან ნაღები, მე გავაზავე წყალში ნაღები, 3 სუფრის კოვზი ზეთი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 4 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 1 ჩაის კოვზი კაკაო. კაკაო შეგიძლიათ დაამატოთ ოდნავ მეტი. ოღონდ ძალიან ბევრი არ ქნათ, თორემ მწარე იქნება. სანამ ფქვილს დავუმატებთ, აუცილებლად აურიეთ ერთმანეთში მშრალი ინგრედიენტები, ფქვილი, კაკაო და გამაფხვიარებელი და მერე შეაერთეთ თხევად მასასთან. ეხლა დავამატოთ ყველა ინგრედიენტი თასში, არანაირი მიქსერი საჭირო არ არის, უბრალოდ კარგად აურიეთ კოვზით. აიღეთ მიკროტალღური ღუმელისთვის შესაფერისი ჭიქა, წაუსვით შიგნით ზეთი და ჩაასხით ცომი ნახევრამდე. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ნიგოზი ან შოკოლადის ნატეხები. ჩავდოთ მიკროტალღურში მაქსიმალურ სიმძლავრეზე 3 წუთით. კექსი უნდა იყოს შიგნით ოდნავ სველი, აუცილებლად. არ გააშროთ, თორემ ძალიან მშრალი გამოგივათ და ისეთი გემო აღარ ექნება. ახლა მეორე რეცეპტი, მათთვის ვინც მარხულობს. ჩვენ დაგჭირდება 1 მწიფე ბანანი, 3 სუფრის კოვზი ზეთი, 4 სუფრის კოვზი წყალი ან მცენარეული რძე, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი კაკაო და ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. ცოტაოდენი ნიგოზი, დაახლოებით 30 გრამი. ხშირად ხდება, რომ ბანანი გადამწიფდება და შავი გახდება. აი ამ შემთხვევაში იდეალურია კექსისთვის. ბანანი კარგად დავჭყიდოთ ჩანგლით, დავამატოთ ზეთი, წყალი, შაქარი და კარგად ავურიოთ. დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი, კარგად ავურიოთ, მშრალად ავურიოთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი და შემდეგ ჩავამატოთ თხევად მასაში. კარგად ავურიოთ, ჭიქა ისევ ზეთით დავამუშავოთ, ჩავასხათ ცომი ნახევრამდე და ჩავდოთ მიკროტალღურში 3 წუთით. ბანანიანი ვერსია კიდევ უფრო ტენიანი და ნაზი გამოდის. ორივე კექსი მშვენივრად ეწყობა ყავასთან და ჩაითან. გისურვებთ კარგ დღეს და ტკბილ განწყობას. გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და არ დაგავიწყდეთ. შეხვდებით მალე. კარგად იყავით ჩემო კარგებო. მომავალ შეხვედრამდე.